საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გურიაში იმყოფებოდა. მიხეილ გიორგაძე ურეკის კულტურის სახლში გამართულ კონფერენციას თემაზე საქართველოს კულტურის სტრატეგია, ადამიანები, პროცესები, პრიორიტეტები დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი წარუდგინა. კულტურის გზამკვლევი ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. კონფერენციას მინისტრი მიხეილ გიორგაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან მოისწრაფეშვილი უძღვებოდნენ. კონფერენციაში მონაწილეობას შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული ადამიანები იღებდნენ. ხედავ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან მახარებს. მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოების არის გადამწყვეტი ამ პროცესში, იმიტომ რომ ის დოკუმენტები, რომლებიც უნდა მივიღოთ, უნდა იყოს ყველასთვის გასაგები და ყველასთვის მისაღები. დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ისევე როგორც სხვა შეხვედრების დროს ჩვენ ძალიან ღია გულწრფელი საუბარი გვექნება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც რეგიონში საზოგადოებას აწუხებს და იმედი მაქვს, რომ ერთად დავსახავთ ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებს. გადაწყდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეიქმნას ახალი სამმართველო, ეს არის კულტურის პოლიტიკის სამმართველო, რომელიც იქნება განსაზღვრელი ზოგადად ამ სტრატეგიის, რომელსაც მოიცავს კულტურის პოლიტიკა ამ შემთხვევაში, რომელსაც არასდროს არ ექცეოდა მნიშვნელოვანი ყურადღება და ეს იქნება საფუძველი და გარანტი იმისა, რომ სწორედ ადამიანების ჩართულობით აი ამ პროცესებიდან გამომდინარე, საიდანაც ადამიანები ირჩევენ პრიორიტეტებს, ზოგადად რა უნდა მოხდეს კულტურის სფეროში და შეიქმნება ერთი მყარი დოკუმენტი, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით. მინისტრმა კონფერენციის დასრულების შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, კინოთეატრი ოზურგეთი და სხვა დაწესებულებები მოინახულა. მოგვიანებით მიხეილ გიორგაძე ჩვენი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა და კულტურის სტრატეგიის შემუშავებაზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ტელეკომპანია გურიას მაყურებელს საშუალება ჰქონდა თავიანთი საინტერესო კითხვებზე პასუხი უშუალოდ მინისტრისგან მიიღოთ. ყველაფერი ერთდროულად კინოთეატრიც, კულტურის ცენტრიც, ვთქვათ, კიდევ რამე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველაფრის ერთად დაძვრა ალბათ რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ კინოთეატრის საკითხი მოვაგვარეთ, მე დავთვალიერე შენობა, ვნახე სცენა, ვნახე დარბაზი, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ის შეიძლება იყოს არა მხოლოდ და არა უბრალოდ კინოთეატრი, არამედ მართლაც საკმაოდ სრულყოფილად კულტურის ცენტრის როლიც კი შეასრულოს ოზურგეთში.